თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საბოლოოდ უარი უთხრა ვლადიმერ პუტინს და გააკეთა არჩევანი თუ ვის დაუჭერს მხარს და ეს არ არის რუსეთი. ამ თუთებში თურქეთი ცდილობს მოიშოროს რუსეთისგან 2019 წელს შეძენილი საზენიტო სარაკეტო კომპლექსები S-400. ამით ერდოღანი ცდილობს საბოლოოდ შეურიგდეს ვაშინგტონს და მიიღოს მათგან მეხუთე თაობის სტელს გამანადგურებლები F-35. მაგრამ რაც თავარია, ერდოღანმა ასევე მკაცრად განაცხადა, რომ გამოიყენებს ყველა თავის არხს, რათა ზეწოლა მოახდინოს ვლადიმერ პუტინზე ომის დასასრულებლად. წლების განმავლობაში რეჯეფ თაიფ ერდოღანი ორმაგ თამაშს თამაშობდა, რომელსაც ბევრი უპირობო წარმატებულად მიიჩნევდა. ერთი მხრივ კავშირები დასავლეთთან, მეორე მხრივ კი რუსეთთან. იცით, ერდოღანი საკუთარ თავს მსოფლიოს წარუდგენდა როგორც შეუცვლელ ხიდს დასავლეთსა და კრემლს შორის. მასზე იმედებს ამყარებდნენ მოსკოვშიც. ერთდროულად ვაშინგტონშიც და ბრიუსელშიც. ბევრი ანალიტიკოსი ელოდა, რომ ადრე თუ გვიან თურქეთის პრეზიდენტი, რომელიც დასავლეთზე გაბრაზებულია სანქციებისა და იარაღის გაკიდვაზე უარის გამო, საბოლოოდ გადაიხრებოდა მოსკოვის მხარეს. მაგრამ ამ კვირაში ნატოს სამიტზე საკუთარ დედაქალაქ ანკარაში ერდოღანმა საბოლოოდ გააკეთა არჩევანი. და ეს არჩევანი სრულიად საპირისპირო აღმოჩნდა ბევრი ექსპერტის მოლოდინებისგან. თურქეთი საჯარო და ერთმნიშვნელოვნად გადადის უკრაინისა და დასავლეთის მხარეს. ხოლო რუსეთი ერდოღანმა პარტნიორად კი არა, არამედ ზეწოლის ობიექტად მოიხსენია, რომელიც უბრალოდ უნდა დააცვინო, რათა მშვიდობა მიიღწეს. მე მქვია ალექსეი პეჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, რადგან აქ ძალიან ბევრი ფარული დეტალია, რომელთა გარკვევაც აუცილებელია. მაგრამ სან დავიწყებთ, ვთხოვთ გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ და დაწერეთ ნებისმიერ თქვენი კომენტარი ამ გამოშვების ქვეშ. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთი საბოლოოდ იშორებს საჰაერო თავდაცვის სარაკეტო კომპლექსებს S-400, რომლებიც რუსეთიდან 2019 წელს შეიძინა. მაგრამ მოდით ყველაფერს თანმიმდევრულად მივყვეთ, რადგან C-400-ის ანკარის მიერ გაკიდვა მხოლოდ აისბერგის წვერია. ნატოს სამიტის ხდომის გახსნისას ჯერ კიდევ 7 ივლისს თურქეთის პრეზიდენტმა თქვა ფრაზა, რომლის წარმოდგენაც 1 წლის წინ მისგან ძნელი იყო. ციტატა: უკრაინის მხარდაჭერის პარალელურად ჩვენ ვიყენებთ ჩვენს საკომუნიკაციო არხებს რუსეთთან, რათა მას მშვიდობისკენ უბიძგოთ. და მაშინე მკაცრად დააკავშირა თავი ვაშინგტონისა და კიევის ხაზთან. ციტატა: ჩვენ ვივიზიარებთ პრეზიდენტ ტრამპის მშვიდობის ხედოს უკრაინის ომის საკითხში. აქ უკვე არანაირი ორაზროვნება აღარ არის. ერდოღანმა პირდაპირ განაცხადა, რომ დასავლეთსა და უკრაინის მხარეს დგას. და ეს უბრალოდ ცარიელი რიტორიკა არ არის, რომლის უკანაც არაფერი დგას. არა. თურქეთი სიტყვებს იარაღით ამყარებს. და ეს არის მეორე საკვანძო მომენტი თურქეთის მკვეთრი შემოტრიალებისა დასავლეთსა და უკრაინისკენ. ერდოღანმა პირდაპირ განაცხადა, რომ სამხედრო დახმარების გარდა, რომელსაც ანკარა უკვე უწევს უკრაინას, საკუთარი ეროვნული მარაგებიდან. ის ფიურელის პროგრამაში წვლილს კვლავ შეიტანს. ეს არის მექანიზმი, რომლის მიხედვითაც პარტნიორი ქვეყნები უკრაინისთვის შეიარაღებას ყიდულობენ. ამ მხრივ ერდოღანი კონფლიქტში შუამავალი არ არის. ის ერთ-ერთი მებრძოლი მხარისთვის იარაღის მიმწოდებელია. და ეს ქვეყანა უკრაინა. პარალელურად უკრაინული თხაროების მიხედვით განიხილება თურქული საბრძოლო დრონების ბაირაქტარის მასობრივი მიწოდებაც. სწორედ ამით თავის დროზე დაიწყო ანკარის და კიევის სამხედრო მეგობრობა. უკრაინის ომში ბატონი ტრამპის მშვიდობის ხედვას იზიარებს. ვაცხადებთ ჩემს მხარდაჭერას უკრაინის პრიორიტეტული საჭიროებების სიების ინიციატივის მიმართ. უკრაინას ჩვენი ეროვნული ინვენტარიდან მივაწოდეთ. რატომ გახდა შესაძლებელი რეჯეფ თაიფ ერდოღანის ეს შემოbrunება სწორედ ახლა? პასუხი ამ კვირის მეორე დიდ სიახლეშია, რომელიც პიროვთან არის დაკავშირებული. პირად შეთანხმებაში დონალდ ტრამპსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის. 7 ივლისს ანკარაში სამიტის გახსნამდე დონალდ ტრამპმა გამოაცხადა ის, რისთვისაც თურქეთი წლებია იბრძოდა და რაც სულ ცოტა ხნის წინ შეუძლებლად მიიჩნეოდა. ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ მოხსნის სანქციებს, რომლებიც ანკარის წინააღმდეგ 2019 წელს რუსული S-400-ის შეძენის გამო დააწესა. და რომ თურქეთისთვის მეხუთე თაობის გამანადგურებლების F-35-ის გაკიდვის გადაწყვეტილება უკვე პრაქტიკულად მიღებულია. ტრამპის ფორმულირება პრაქტიკულად დემონსტრაციული იყო. მისი თქმით, მას არანაირი ეჭვი არ აქვს F-35-ის თურქეთისთვის გაკიდვასთან დაკავშირებით. და მთავარი ისაა, რომ მან ახსნა რატომ. და ეს ახსნა პირდაპირ დართმა იყო რეჯეფ ერდოღანის, როგორც პრორუსულ ლიდერის იმიჯზე. ციტატა: თურქეთი ბევრ ასპექტში გაცილებით უფრო ლოიალურია, ვიდრე სხვა ქვეყნები, რომლებიც ჩვენი აზრით ლოიალურები უნდა იყვნენ. ნათელია, რომ ეს ერდოღანის ეგოს ასიამოვნებდა.
და ის ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტრამპთან შეთანხმების ჩაშლას პუტინთან მეგობრობის გამო გარისკავს. აი სწორედ აქ იმალება, ასე ვთქვათ, გაცვლის მთელი არსი. F-35-ის პროგრამაში დაბრუნება, რომელიც დასავლეთის ყველაზე თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავია. ფაქტობრივად შეუთავსებელია იმ დაახლოებასთან რუსეთთან, რის გამოც თურქეთმა თავის დროზე ეს 400 შეიძინა. რადგან მოდით ვიყოთ გულწრფელები, საქმე არ ეხებოდა მხოლოდ ტექნიკას. არც თავად ეს 400 საზეიმო სარაკეტო კომპლექსს, არა. საუბარი იყო პოლიტიკურ ნაბიჯზე. ერდოღანმა მაშინ მთელ დასავლეთს აჩვენა, რომ თუ თქვენ არ მიიღებთ თურქეთს თქვენს ოჯახში, არ გაკიდით ჩვენთვის F-35-ს და ასე შემდეგ, მაშინ თურქეთი უბრალოდ დაახლოვდება თქვენს მოწინააღმდეგესთან, რუსეთთან. და ესე ვთქვათ პირველი ნაბიჯი. ჩვენ ვყიდულობთ რუსეთიდან C-400-ს. მაგრამ მაშინ შეერთებულ შტატებში პასუხად არ გაჩნდნენ. F-35-ის გარიგებისთვის თავარი იურიდიული დაბრკოლება არის ამერიკული კანონი 2020-დან, რომელიც გრძალავს F-35-ის გაყიდვას, სანამ ანკარას რუსული საზენიტო კომპლექსები აქვს. ანუ F-35-ის ფასი არის უარი რუსულ იარაღზე. კიდევ ერთი დეტალიც აღსანიშნავია, რასაც ახლა დამკვირვებლები აღნიშნავენ. ადრე არსებული იდეა, რომ თურქეთის S-400-ები უკრაინისთვის გადაეცათ, არ განხორციელდა და ეხლა ეს ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევა, რადგან როგორც ტრამპი, ასევე ერდოვანი სავარაუდოდ წინააღმდეგი იქნებიან რუსული სისტემის უკრაინაში გაგზავნის. მაგრამ თავად ვაჭრობის მიმართულება მეტად აშკარაა. თურქეთი რუსული თავდაცვითი დამოკიდებულებიდან ამერიკულზე გადადის, ხოლო სანაცვლოდ ირებს არა მხოლოდ F-35-ს, არამედ ძრავებს, საკუთარი გამანადგურებლის კაასთვისაც. შედეგად რომ საბოლოოდ შეარიგოს ვაშინგტონთან ურთიერთობა და მიიღოს მისგან მეხუთე თაობის სტელს გამანადგურებელი F-35, თურქეთი ახლა ცდილობს თავი დაახტიოს ამ რუსულ საზენიტო სარაკეტო კომპლექსებს, C-400-ს. ანკარამ უკვე სთხოვა მოსკოვს თანხმობა ამ კომპლექსების მესამე ქვეყანაზე გადაყიდვაზე. ხოლო თურქული გამოცემა Hurriyet-ის ინფორმაციით, ასეთი ქვეყნები შეიძლება გახდნენ არაბთა გაერთიანებული საამიროები ან კატარი. ანკარამ ამ ინიციატივით ბოლო კვირაში გამოვიდა ნატოს ამ კვირაში გამართულ სამიტამდე. რამდენიმე თვის წინ პრეზიდენტმა რეჯეპ თაიფ ერდოღანმა რუსეთში S-400 კომპლექსების დაბრუნება შესთავაზა, მაგრამ ეს იდეა თურქი ოფიციალური პირების თქმით მხარდაჭერას ვერ შეხვდა. თავად რუსებმა არ ისურვეს ამ S-400-ების უკან დაბრუნება. თურქეთმა ასევე შესთავაზა აშშ-ს, რომ ამ საზეიმო სარაკეტო კომპლექსებზე ზედამხედველობა მათთვის გადაეცათ. მაგრამ რაკეტები თავისთან შეენახათ განსაკუთრებული გარემოებების შემთხვევაში. ანკარის აზრით ეს შესაძლებლობას მისცემდა გაეფანტათ შიში, რომ S-400-ების მიერ შეგროვებული მონაცემები შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს F-35-ის სტელს ტექნოლოგიას. მაგრამ ვაშინგტონსაც ეს ვარიანტი არ მოეწონა. მან თქვა: არა, თლიანად უნდა მოიშოროთ, რომ თურქეთის ტერიტორიაზე საერთოდ არ იყოს ეს რუსული რკინის ნაგლეჯები. ამასობაში გამოცემა Hurriyet-ის ჟურნალისტმა აბდულ ქადირ სელვიმ პარასკევს დაწერა, რომ მის მიერ შეგროვებული ინფორმაციის მიხედვით S-400-ის კომპლექსები უკვე გაყიდულია მესამე ქვეყანაზე და გარიგების შესახებ დღეს ან ხვალ გამოცხადდება. მყიდველი, როგორც ამბობენ, სპარსეთის ყურის ერთ-ერთი ქვეყანაა. კრემლში დღეს უბრალოდ განაცხადეს, რომ S-400-ის საკითხზე თურქეთთან კონტაქტში იმყოფებიან. შემდეგ მოვიყვან კრემლის სპიკერის დიმკა პესკოვის ციტატას. აქ მხოლოდ ერთ სიტყვი. ეს თემა განსაკუთრებით მგრძნობიარე საკითხებს მიეკუთვნება. ჩვენ გქონდა კონტაქტები თურქულ მხარესთან ამ თემაზე და გავაგრძელებთ ამ კონტაქტებს. ეს ყველაფერი. მაგრამ ვინ აღშფოთდა ყველაზე ხმამაღლა ტრამპისა და ერდოღანის დაახლოებაზე? და აი აქ არის საგულისხმო შემოbrunება. მაყოფილი არ დარჩა მხოლოდ კრემლი კი არა, არამედ ისრაელიც. ნეთანიაჰუმ საჯაროდ Fox News-ის ეთერში მოუწოდა დონალდ ტრამპს არ გაეყიდა F-35 ანკარასთვის და განაცხადა, რომ ასეთი იარაღის მიცემა არ შეიძლება. ციტატა. რეჟიმისთვის, რომელიც ინფიცირებულია მუსლიმთა საძმოთი და ერდოღანი დაასახელა ადამიანად, რომელიც ღიად მოუწოდებს ისრაელის განადგურებისკენ, ტრამპმა უარყო თავისი უახლოესი მოკავშირის ეს წინააღმდეგობა და ეს არის საუკეთესო მტკიცებულება იმისა, თუ რამდენად სერიოზული იყო ერდოღანის არჩევანი. მან თურქეთი ისე მჭიდროდ ჩართო დასავლურ სამხედრო ბლოკში, რომ ახლა უკვე ისრაელის პრემიერ-მინისტრი განგაშტეხს ანკარის გაძლიერების გამო ნატოს შიგნით. ეხლა მოდით ნახოთ რა ფონზე გაჟღერდა ერდოღანის ეს სიტყვები, რადგან მთელი ნატოს სამიტი გადაიქცა დემონსტრაციად იმისა, რომ დასავლეთი უკრაინისკენ იხრება. მეორე დრის მთავარ მოვლენად იქცა ტრამპისა და პრეზიდენტ ზელენსკის შეხვედრა, რომლის შედეგადაც კიევმა ყველაზე დიდი მოგება მიიღო. ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ში უკრაინას მისცემს ლიცენზიას პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოებაზე. იმ იარაღის, რომელსაც ზელენსკი წლებია ითხოვდა და რომელიც უკრაინის არსენალში ერთადერთი საშუალება, რომელსაც შეუძლია რუსული ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება.
და აი დონალდ ტრამპის ფრაზა გავრცელდა ყველა საინფორმაციო საშუალებაში, როდესაც მან განაცხადა ციტატა: ჩვენ მოგცემთ უფლებას აწარმოოთ პატრიოტი. ჩვენ გაჩვენებთ როგორ უნდა გააკეთოთ ეს. ასე რომ ვეღარ შეძლებთ იჩივლოთ რომ საკმარის არ გაძლევთ. ეს თავდაცვითი იარაღი, რომელიც მე უფრო მომწონს ვიდრე შეტევითი. და ეს არ იყო ერთადერთი შემოbrunების ნიშანი. ნატოს ანკარის სამიტის საბოლოო დეკლარაციაში ევროპელმა მოკავშირეებმა და კანადამ უკრაინას დაფირდნენ არანაკლებ 70 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას 2026 წლისთვის და ასეთივე ოდნობის დახმარებას 2027 წლისთვის. სიმბოლურია, რომ თანხა მიცემულია ევროებში და არა დოლარებში. ეს თითქოს ხაზს უსვამს, რომ ფინანსურ თვირთს საკუთარ თავზე იღებს სწორედ ევროპა. გარდა ამისა, ნატოს სამიტის დეკლარაციამ პირველად დაასახელა უკრაინა როგორც ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში ცვლილის შემტანი. ეს ნიშნავს, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს ერთ-ერთი კრიტერიუმია, რომლის მიხედვითაც საერთოდ აფასებენ ქვეყნის ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობას. ზელენსკიმ ასევე სამიტის ფარგლებში ხელი მოაწერა ეგრეთ წოდებული დრონების შეთანხმებებს ნიდერლანდერთან, დანიასთან და ესტონეთთან. და აი ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა რობ იეტენმა უკრაინის აღქმის ცვლილება შემდეგი სიტყვებით ჩამოაყალიბა, ციტატა: ადრე ყველა კითხულობდა, რას შეიძლება გააკეთონ ევროპამ და ნატომ უკრაინისთვის. ახლა კი დროა ვიკითხოთ, რას შეიძლება ისწავლოს ევროპამ უკრაინისგან, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს ვლადიმირ პუტინის მხრიდან მომდინარე საფრთხეს. ხოლო რუსეთი. რუსეთმა ამ სამიტიდან, რომელიც თურქეთში გაიმართა, თურქეთი 10 წლეულების განმავლობაში კრემლის ნახევრად მეგობრად მიიჩნეოდა. ზუსტად საპირისპირო მიიღო იმისგან, რაზეც საერთოდ შეიძლებოდა ემედა. საბოლოო დეკლარაციაში, რომელიც რეჯეპ თაიპ ერდოღანის თავმჯდომარეობით იქნა მიღებული, ნატოს ლიდერებმა დააფიქსირეს, რომ რუსეთი წარმოადგენს გრძელვადიან საფრთხეს ევროატლანტიკური საზოგადოებისათვის. და სწორედ ის ერდოღანი, რომელსაც პუტინის მეგობრად მიიჩნევდნენ, თავმჯდომარეობდა ამ სამიტს, რომელმაც რუსეთი მთავარ საფრთხედ გამოაცხადა. თუმცა მოდით ვიყოთ გულწრფელები, რომ ძალიან რომ მოენდომებინა, მას შეეძლო ფორმულირება მაინც შეემსუბუქებინა. მაგრამ როგორც ჩანს, არ მოისურვა. რას ნიშნავს ეს ყველაფერი ჯამში? რეჯეპ თაიფ ერდოღანმა განახორციელა პრაგმატული, მაგრამ ცალსახა შემოbrunება. ის არ გახდა არც ნეიტრალური ხიდი და მით უმეტეს არც მოსკოვის მოკავშირე. მან აერჩია ის მხარე, რომელიც აძლევს მას 35-ს სანქციების მოხსნას თურქული გამონადგურებლების ქაანის ძრავებზე და ნატოსთვის საკვანძო შეუცვლელი მოთამაშის სტატუსს. ხოლო სანაცვლოდ უკრაინას სთავაზობს იარაღს საკუთარი მარაგებიდან და ფიუელის პროგრამის მეშვეობით. ხოლო რუსეთს სთავაზობს თავის ზეთოის ზეწოლის არხებს, როგორც თავად განაცხადა. აქაც კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანია ვიყოთ გულწრფელები და არ დავხატოთ ასეთი სრულიად შავ-თეთრი სურათი, არავითარ შემთხვევაში. თურქეთის არჩევანს რა თქმა უნდა თავისი სპეციფიკა აქვს. ერდოღანი ამას უბრალოდ ასე არ აკეთებს. ერდოღანი შეგნებულად ინარჩუნებს კავშირს კრემლთან და აგრძელებს საკუთარი თავის წარმოჩენას როგორც მომლაპარაკებელი და მედიატორი. ეს მისი ძველი მეთოდია, რომ ერთდროულად ყველასთვის საჭირო იყოს და გავლენის ბერკეტები არ დაკარგოს. ის არწევს ხიდებს მოსკოვთან დემონსტრაციულად, როგორც ამას აკეთებენ მაგალითად ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი და ასე შემდეგ. არა, ერდოღანი წლების განმავლობაში ამას არ აკეთებდა და მაინც ინარჩუნებდა კავშირს მოსკოვთან. მაგრამ მისი მოძრაობის მიმართულება აღარ არის ორჯოფოვანი. იმიტომ რომ როდესაც ლიდერი, რომელიც წლების განმავლობაში ბალანს ინარჩუნებდა მოსკოვსა და დასავლეთს შორის, საჯაროდ აცხადებს, რომ იყენებს თავის განსაკუთრებულ არხებს იმისთვის, რომ სწორედ პუტინი დასვას მოლაპარაკებების მაგიდასთან. როდესაც ის კიევს აწვდის იარაღს და ჰპირდება, რომ ამას გააგრძელებს და კიდევ უფრო გააფართოებს. როდესაც ის რუსულ S-400-ებს ამერიკულ F-35-ებზე ცვლის და როდესაც პირადად თავმჯდომარეობს სამიტს, რომელიც რუსეთს გრძელვადიან საფრთხედ აცხადებს, ეს უკვე ფაქტობრივად გაკეთებული არჩევანია. და თითქოს ეს არჩევანი უკვე გამყარებულია. ყველა თურქული შენიშვნით, თელი ამ შენარჩუნებული ორმაგი თამაშის ცვიერებით. მაგრამ მიუხედავად ამისა, ვექტორი საკმაოდ ნათელია. ერდოღანმა აირჩია მხარე. და ეს მხარე არაა რუსეთი. აქ მრავალ წერტილს დავშამ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწევეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დაჭერა. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას ნახვამდის.